ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. დღეს ჩვენი აკრედიტაციის გარეშე რადიო უცნობს ეწვევა, სადაც მე ვარ სტუმრად დაპაიჟებული, წამყვანი არის მიშა თავხელიძე. გამარჯობა. მიშა თავხელიძე. აკრედიტაციის გარეშე შევედით. შევედით. მიშა, ეს რა პროექტია? ანუ შენ ხარ წამყვანი, ხო? მე ჩემ შოუს გავაკეთებ, შენ შენი შოუ გავაკეთებ. კარგი. ვისკი ჩაარტყი დილიდან? მართლა? მე არა. ტელემაყურებლებო, ჩვენ ვაკეთებთ გადაცემას აკრედიტაციის გარეშე. გადაცემაში რა ქვია? რა ქვია გადაცემას? თავისუფალი სიტყვა. ჩალო, დაწყნარდი. ეთერში ვარ. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად ყავს ბატონი მიშა თავხელიძე. გადაცემას ქვია თავისუფალი სიტყვა. როგორ ახარ მიშა? მთელი რიგი შალვა გაჩუმდიოთ იცით. ეს არის თავისუფალი სიტყვა. მიშა თავხელიძე და შალვა რამიშვილი მე მგონი ამ თვალიან პახმელიაზე ინტერვიუ. ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო. ბარდუბალა თუ რა ქვია იმ შენი? ბანანის რესპუბლიკა. რატო ბანანის? ეგეთ ქვეყანა, სადაც არ ხარობს ბანანი. ხო, სადაც არ ხარობს ბანანი. ეს არის ბანანის რესპუბლიკა, სადაც არ ხარობს ბანანი. და რაზეა? ეს არის იმ ვითარებაზე. მედია რო აგრონომიაზე არ იქნება. არა, აგრონომიაზე აქ პატარა ქვეთავები აქვს. ეს არის სააკაშვილის ცუდ მმართველობაზე. შენ ხომ გინდა რომ სააკაშვილის ხელისუფლება გამოიცვალოს? წავიდეს მიშა ხელისუფლებიდან მინდა კი. ვინ გინდა რომ მოვიდეს? მე მინდა ბიზინა ივანიშვილი რომ მოვიდეს. აი ბიზინა რომ მოვა შენ რას გააკეთე? მე ჩემს საშუალებებს, ჩემს ნიშს და უნარს არა. მე შემიძლია საზეიმო დავდოფიცი, რომ არც ბიზინას, არც არავის პირობებში მე სახელმწიფო სტრუქტურებში არ ვიქნებ. ეხლა მე ვითხოვ ანალოგიას. მითხარი შენ, მითხარი შენ. აბა რა გინდა? აი რატო აკეთებ? მე მინდა რომ ქვეყანა იყოს, აი მერიტოკრატიაზე რო ლაპარაკობდა მიშა, მინდა რომ იყოს ესეთი ქვეყანა, სადაც ადამიანი ნიჭის მიხედვით დაფასდება და არა პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით. კი ბატონო, მეც თანახმავს. რა გავიკეთე? ალო? გამარჯობა. ალო, მე უნდა ვქვა, მე უნდა. ხო, ჩვევა მახის. ისმენ, გამარჯობა. შენ ხო იცი, ჯაზი только девушки-ში რო არის. Опять вы везёте, რა ეგ არის. дай человеку поговорить. Давай. თქვენი სახელი მითხარით? მე გობრონი მქვია ბატონო. ძალიან სასიამოვნო. გობრონ ნატროშვილი. აჰა. ხო და ну გაუხარებ პოეტთა ასოციაცია თუ ხარ მიშა დაგევასებათ კი ბატონო პრობლემა არ არის ხო ნუ გასაგებია რომ გაუხარებელი ჟურნალისტები არ მოგეწონებათ ჩალვა ვინ არის გაუხარებელი 300 პასმატრი წარმოგიდგენ 7 გადაცემას ვაკეთებ 7 გადაცემას ვაკეთებ 3 რადიოში მუშაობ მაგარ პროექტს ვაკეთებ ვინ არის გაუხარებელი კაკრას მაგრად მიხარია მადლობა და გოგოებსაც ვევასებდი აი მოიხსენი ესე მე მაინტერესებს კარგი გადაცემა გავაკეთე. ხო და ირონიულად მე გაგიკეთებ ჯანდაბას. ხო გინდა დემოკრატია, გამჭირვალეობა, ბლა бла бла. მითხარი რა ღირს მულტფილმი. შენც უნდა ეღირსო ერთხელ. Скажи мне, сколько нулей? რამდენი ნულია? შენ რამდენი გაქვს ხელფასი? შეგიძლია მითხრა? ეგ მარტივია. ხო, რამდენი გაქვს? რამდენს იღებ ამ ყველაფერში? 3 ნულია თვეში, ამ ყველაფერში 2 ნულია თვეში. არა, სხვა რაღაცას გეკითხები. თლიანად აი მთელი შენი საქმიანობა რამდენი ღირხარ? და რა იყო, რამე შემოთავაზება გაქვს? არა, არანაირი ჯერ და ისე მაინტერესებს. Я готов рассмотреть. Правда? ბიზნესთან იმუშავებ, რამე რო იყოს? გააჩნია, ხუმრობის გარეშე, правда? ძვირფასო ტელემაყურებლებო, უკვე ერთი შედეგი არა. ეხლა თქვენ ახსენეთ ქალბატონი გაბიანი. ეხლა ბელმა მსმენელმა არ იცის ამ ქალბატონმა რა თქვა. მოიცადეთ, ჩემი გადაცემაა და ამ თემაზე არ გვინდა რა. ჩემი აზრით თითიდან არის გამოწოვილი თავიდან ბოლომდე. ბატონო მიშა. მეც ვეთანხმები მიშას და ამიტომ აქედან გამომდინარე, მაგრამ აი ეს კეისრის ხელის გაკრება მევასება, მაგრამ მე ვიტყვი. В этом гостиница я директор. მომისმინე, შენ აი გამჭვირვალეობამ რო კვლევა დადო. ბაზარზე, ბაზრის საერთაშორისო გამჭვირვალე რეკლამის ბაზა. ეთანხმები იმ კვლევას? თუ გონია თითიდან გამოწვევა. ეთანხმები რას ნიშნავს? ეთანხმები რომ ეს კვლევა არის ეს მართალი, სამართლიანი კვლევა. ალბათ ხო ეხლა. ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა იყო მედიაში. რომ მე უნდა აუცილებლად დავინტერესდე რა სარეკლამო ბაზრის. არა, იმიტომ რომ შენ იძახი რომ მონოპოლიები საქართველოში არ არსებობს და აქ არის ლაპარაკი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მონოპოლიაზე. აბა მითხარი რომ აღზე. სარეკლამო ბაზრის მონოპოლიაზე. რა უნდა მოუყვა? რა ქვია მონოპოლიას? მონოპოლია, კი ბატონო, მონოპოლია, ეზერაშვილის მონოპოლია შეიძლება ეს დავარქვათ. მონოპოლია არის 100% საკონტროლოს ბაზრისას. იქ არის მოცემული ციფრები 75-დან 80-მდე, 75-დან 80-მდე. რა თქმა უნდა, როდესაც ხელოვნურად მონოპოლია ამას არ ქვია შავ. კი ბატონო, 100%-ს რო აკუკლებს, აბსოლუტური მონოპოლია არ არის. ეხლა შენ დემაგოგიურ კამაჩი, ნუ შემოწმე. დემაგოგიურ კამაჩი 75% ნორმალური ესეთი ეკონომიკური კამაჩი. კი ბატონო, მიშა, მე შენ მოგიწოდებ.
რომ აი ასე ხმების აკრეფად შემდეგი სიისთვის. როგორ? რომელშიც შენ გინდა. აი რაღაცა ესეთი მიმართულებით, აი ამ დისკურსით არის შეუძლებელი. მე გირჩევ რომ გადმოხვიდე ძალის ნათელ მხარეს, ხო იცი? და მოგიწოდებ, ხო მოგიწოდა ბასა ჯანიკაშვილი. So the force is with you, right? და პერმუდი სილას ტაბოი და გადმოხვიდე რა ჯიგრულად რა. არ გინდა? მითხარი მაესტროში რა ხდება? მაესტროში აგერ გვერდზია, ახალი ოფისი გვექნება. არა, ეგ გავიგე, გვერდზე რო არის ვიცი. ჯერჯერობით გვერდზია, ახალი ოფისი, კარგად განვითარდება მოვლენები მაესტროში, იმიტომ რომ გვაქვს რეიტინგი, ანუ კონფლიქტის არსია მიხსენე. ეროსი კიცმარიშვილს ჰქონდა იმის ამბიცია, ხშირ შემთხვევაში დადასტურებული, რომ მან ძალიან დიდი მნიშვნელობა მონაწილეობა მიიღო მაესტროს რებრენდინგში. ჩვენ ფლობ ბაზრის 5%-ს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შექმნაში დიდი მონაწილეობა მიიღო ეროსი კიცმარიშვილმა, მაგრამ შემდეგ უკვე სარეკლამო ბაზრის 5%. არა, ყურებადობის, სარეკლამო ბაზრის სამწუხაროდ თანაფარდობა ყურებადობასა და სარეკლამო ბაზრს შორის არის კატასტროფულად ცუდი. მაგრამ მე არ ვაბრალებ, მიუხედავად ჩემი აფერისტობისა, ამას არ ვაბრალებ იმას, რომ მაინც ყველა რეკლამის მომცემს მიშა ეუბნება, რომ არ მეიტანო, მაგრამ რა თქმა უნდა არის ესეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული რეკლამის მომცემები, რომლებიც არასოდეს არ მოიტანენ აქ. მე მგონი ხაზე ყავს ეროს კიცმარიშვილი. გამარჯობა ეროს, შალვა. შალვას ხელში როგორ იქნება? არა მისავს. მე ერთი რამ ვიცი, აი ახლა ბოლოს გავარკვიე, რომ მამუკა ღლონტმა შენ გითხრა, როცა იყო დაძაბული საუბარი, მან თქვა, რომ შეგიძლია შენ რაღაც თანხაზე იყო ლაპარაკი, არ მოიტანო, შეგიძლია ის ვალდებულებები, როგორც შენი ძახი, შესრულებული ვალდებულებები არ შეესრულო, მაგრამ ჩვენ კონტრაქტს არ გაგიწყვიდავთ. არ ვიცი, მამუკა რა სყვება შალვა ახლა. ეგ არის დაახლოებით აბრამოვიჩ ბერეზოვსკის დავასავით, ძალიან ბევრს ყვებიან, არანაირი მტკიცებულება არაფერს არ აქვს. ფაქტი არის ახეზე. რომ მათ გააკეთეს ის რაც გააკეთეს, ატკნენ ჩემს გულს უკან, მოელაპარაკდნენ სხვა ადამიანს და ახლა შემიძლია დარწმუნებით თქვა უკვე, რომ ეს ადამიანია ბიძინა ივანი. რაზე მოელაპარაკდნენ? მოიცადე. მოელაპარაკეს იმაზე, რომ კარგად სუფთად გაესტუმრებდნენ მართვის კომპანიას, თავიდან მოიშორებდნენ და ესე ვთქვათ, გასუფთავებულები ბედნიერები იქნებოდნენ ბიძინას გავლენის არეალში, იმიტომ რომ ბიძინა მას გვირდებოდა დიდ ოქროს მთებს. და ამ ხალხმა გადაწყვიტა ჩემი გადაგდება. მე არ მივეცი ამის საშუალება, ეს მარტივია ძალიან. ხო, მაგრამ ეხლა რა გიჭირავს ეხლა? სწორი ჟურნალისტური ინსტინქტებია ადამიანს. კარგად, ყველაზე კარგად იცი, აქედან გამომდინარე, მე რაც მაქვს და რასაც მივიღეთ, ხო? ეს ყველაფერი იქნება ის, რასაც ქვია სამართლიანობა. მიუხედავად იმისა, ეს არის პოპულარული თუ არაპოპულარული. საზოგადოების რაღაც ნაწილს მოსწონს თუ არ მოსწონს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ამას მივიყვან ბოლომდე, დავსჯი იმ ადამიანებს, რომლებიც მაგალითი იქნება სხვაებისთვის, რომ იყოს მომავალში მაგალითი იმისა, რომ ესე არ უნდა მოექცნენ არავის. კარგი, დიდი მადლობა ეროსი, ძალიან ვაფასებ იმას, რომ დავთვალთი ამ ეთერში მომწონს. ეროსისკენ ახარ, ხო შენ? რა შუაში ეროსი? აი ნახოთ მამუკას როგორ დაელაპარაკე. შენი და ეროსის ხედვა ამ სიტუაციის ერთი და იგივე. რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ ეროსი არავის არ გადაუგდია, პირდაპირ გეტყვი რა. იმიტომ რომ ეს იყო ეროსის შიშები, რომ ეს მოხდა და მაგ ძალიან აპრამეთშივე გასტუპაკ რუსები რო ეტყვიან, გააკეთა, როდესაც შემოვიდა, გადმოძრა და წავიდა კონფრონტაციაზე. გამაგებინე ერთი რაღაცა. ანუ ეხა ბიძინა ივანიშვილი იხდის რამე ფულს იქა? ეხა მომისმინე, აი რა შეკითხვა შენ სოლიდურმა კაცმა. ეგეთ შეკითხვა როგორ უნდა დამისვა? ეს რომ ვიცოდი, უნდა ჩავიხედო სადამოძრაო საქმეებში. Не отвечай вопросом на вопрос. Такие вопросы задаёте прямо. Что тебе прямо кушать не хочется? მე შემიძლია ჩემს მამუკა ღლონტი ყავს და ჩემს პირმაში რა ხდება? მე მგონი ხაზე და აი მამუკას ვკითხოთ თუ არის რაიმე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაფინანსება მაესტროსი ამჟამად. გამარჯობა მამუკა. გამარჯობა. გისმენთ. როდესაც ორი პროფესიონალი ჟურნალისტი ეთერში ზის და ლაპარაკობს ეროსი კიცმარიშვილის გრძნობებზე, რომ მან იგრძნო საფრთხე, მას დაესიზმა ეს საფრთხე და ერთი არ ეკითხება, ერთ-ერთი არ ეკითხებით, რომ რაზე დაგდრობით, პერსონალურად ჩვენი ლაპარაკის განხილვის არა, არა პროფესიონალები ხარდეობნებით. და ამიტომ გეუბნებით ჩემ შეფასებას არა პროფესიონალი ხარ. განიხილოთ კითხეთ რატომ რა გრძნობებზე მელაპარაკებით, საბუთები დადოს, საბუთები. რა საბუთები? რატო აღელდი? დოკუმენტები, რას ეროსი ლაპარაკებოდი? რას ქვია მე ბიძინა ივანიშვილთან გრძნობდა ეგ რომ მე რაღაცებს ლაპარაკობ. ეროსისკენ ახარ შენ. ეროსისკენ არის მიშა.
არა, ეგ ვიცი რომ ეროსისკენ არის, მაგრამ მიშა არის ეროსისკენ. მაგრამ შენც რას ვაკითხე, რას ქვია, გძნობდა ის საფრთხეს, გძნობდა, მე რა უნდა მეკითხე, ეროსისთვის მეკითხა? ჩემი გადაცემა არ არის. საბუთი, დოკუმენტი, სად არის? მე რას ველაპარაკებოდი? ივანიშვილს რას ვაპირებდი? ზღაპრები მოხევით იმაში, რა ქვია, დილის პირულში. კარგად განდებოდეთ. ხუება ზღაპრებს და თან მულტფილმებს აკეთებს ზღაპრებს თქვენ წვევით, ბატონო მიშა, შეკითხვები უნდა დასვათ, ისეთი რაც აინტერესებს საზოგადოებას, გზნობებზე ლაპარაკით, იქნებოდ ელაპარაკეთ. მადლობა, აუცილებლად შევეცდები გავითვალოთ. ამასთან კვალიფიკაციაც აიმაგლოთ გაიქნება, ბატონო მიშა, კვალიფიკაცია. მადლობა. ამასობაში ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა უახლოვდება ფინალურ ლოგიკურ დასასრულს. მეგონი გავიჩალეჭე რა. ჩემი საათი რომ მიითვისა. არა, უბრალოდ დროს უყურებ სამწუხაროდ. დამთავრდეს ძალიან მალე დამთავრდეს ეს მიკროფონი. ფირი გაგითავდა? ფირი არა გო, ფირი არის 70-იანი წლების მერე ფირი აღარ გო, კასეტებზე იყვნენ და ეხლა ჩიპებზე. შენ მულტფილმზე მომიყევი ჯობია. ძალიან მაგარი მულტფილმი, მიშა გასკდება გულზე, იმიტომ რომ მაგას არ მოწონს დაცინვა და ბოღმით გაიხლიჩება რა. დიდი მადლობა ჩვენს მენელებს რომ ჩვენთან იყავით. ჩვენი სტუმარი იყო, ჩემი სტუმარი იყო ეროსი კიცმარიშვილი და ეროსი კიცმარიშვილი, მამუკა ღლონტი. ეს იყო თავისუფალი სიტყვა მიშა თავხელიძესთან ერთად და შევხვდებით, რა ვიცი, რამოდენიმე ჩაო ბამბინოსორი. დღეს გისურვებთ. აი, შენ თვლი რომ ხარ ჟურნალისტი, ხო? მე არ ვთვლი, არასდროს სამწუხარო ჟურნალისტი, შოუმენი კაცია. თვლი რომ კითხვების დასმა სწორად შეგიძლია. კითხვებს ქუჩაში ცვავენ, ქუჩის ბიჭები. აჰა, ანუ იხსნება სკოლას. იხსნება, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ყველაფერი. შენ რა გაწუხებს ამოთქვი? პირველ რიგში ამაწუხებს. შენ ახლა თქვი რომ მაესტროს რებრენდინგში დიდი მონაწილეობა მიიღო. მაგ პარო გაუჩნდა გზნობა. ერთად, მაგას მე წავიდე და შენ თქვი რომ შენ ამას აღიარებ. ხო, რომ მიიღო მონაწილეობა. შენი აზრი მაინტერესებს. რა მონაწილეობა მიიღო? რა კუთხით მიიღო მონაწილეობა? ფინანსები მეტი მიიღო რამე? ჩემი აზრით ფინანსებით მოზიდვით მიიღო. მეტი. ხო, ანუ მას არ შეუქმნია გადაცემები. არა, ეგ ცხადია, არასოდეს არ გაუკეთებია გადაცემა. ამაში რომ ის ფულს იღებდა. ის იყო დაქირავებული, აი როგორც ადრე დადიოდნენ თელასის თანამშრომლები და მრიცხველზე ნახულობდნენ, რამდენი იყო დაწერილი და იღებდნენ ამ ფულს შემდეგ მოსახლეობიდან და მიქონდათ თელასში. შენ გინახია ესეთი მრიცხველის კაცი, რომელიც მე თელასში მისვლა და უთქვია მე ფული მოვიტანე თელასში და თელასში შევიდა. ხანერად დაგისვა შეკითხვა. მე დაგისვა. ანუ ჩვენ შევთანხმდით რომ მას მარტო ფული მოკიდა. ხო, მაგრამ ეს ხო მისი რაღაც ნიჭების დამსახურება იყო. კი ბატონო და მამაში იღებდა ამ ნიჭებში იღებდა 15%-ს. ეგ არ ვიცოდი, ეხლა გავიგე. აი ეხლა გავიგე. რატო არ ვიცოდი, ამას ვაპარაკო ხშირად ერთი წუთი. მეორეც ერთი, რაც შეეხება შემოქმედებით მხარეს, ნული არის მისი მონაწილეობა, იმიტომ რომ ამ კუთხით ეროსი კიცმარიშვილი არის კიდეც ნული, იმიტომ რომ არც რუსთაველში შეუქმნია მას შემოქმედებითი მხრივ არაფერი. აბა ვინ აკეთებდა რუსთაველში? ბატონი დვალი. ბატონო. ერთ-ერთი, როგორც ვიცი მე. მეორე ადამიანი ამბობს რომ მე გძნობდი რომ მაესტრომ გადამაგდო, გძნობდი და არავინ არ ეკითხებით რაზე დაყრდნობით გძნობდა ის ამას. მე რატო უნდა შევეკითხო? დოკუმენტები აქვს რომ კარგი, მაშინ ახლა მე ვგძნობ რომ შენ უნდა დამარტყეს მიკროფონი, თავში გამოგარკვევ და იქით დაგარტყა. მე რა ვიტყვი რომ გძნობდი არის ფოტოში. ფოტოში, გრამაფონშიც არის. ფორში, გრამაფონში არის გძნობდი. დოკუმენტი ხომ უნდა დადოს. არა პროფესიონალები ხართ, შენ და მიშა თავში. შენ რატო ერევი მართვაში ახლა? იმიტომ რომ რომელიმე ჟურნალისტმა დაუსვა სამკაც კითხვა. მე რატო უნდა დავისვა? ჩემი გადაცემა არის. გძნობდი. ხო შეიძლება რომ რაღაცა იმენა მაგრად არ გევასები ახლა, ხო? არა, ნუ ახლა არ მევასები. ჯვირფასო ტელემაყურებელი, ამით დავამთავრეთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა, მაგრამ ბოლოში დესერტად მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი რამ. ჩვენს პრეზიდენტს, ჩემს ყოფილ მეგობარს, მიშა სააკაშვილს შეუსრულდა 44 წელი და მე არ შემიძლია ეხლავე არ დაურეკო მას და არ მოულოცო ეს თარიღი. ავკრიფოთ ეხლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტელეფონის ნომერი. გამარჯობათ, მიხეილ სააკაშვილს მინდა მოულოცო დაბადების დღე. ასეთი პრაქტიკა ჩვენ არ გვაქვს. მესმის გოგონა, მაგრამ შალვა რამიშვილი იქნებ გადასცეთ და რაღაც არაორდინალური სიტუაცია, რაღაც გადაცემას ვაკეთებ და მინდა როგორც ძველ მეგობარს ყოფილს მიულოცო და იქნებ რაღაც დაელაპარაკოთ. კარგი, ერთი წუთით დამავადეთ. რომელი ხარ? შალვა ვარ, მიშა, გამარჯობა. რომელი შალვა? დათინაშვილი, დაუზვი დიქტეიტი.
არა, რანატელაშვილი, შალვა რამიშვილი. აი რევოლუცია რომ მოახდინეთ, მე დამიჭი არ გახსოვს? ვახსოვს, როგორ ხარ შალვა? კარგად, არ ამიშავს. მომისმინე, გილოცავ დაბადების დღეს მრავალდაეს წარი. შენი დაბადების დღე არ არის დღეს? კი, ნამდვილად ჩემი დაბადების დღეა, დიდი მადლობა და სხვა ჩვენს მინდა აღვნიშნო პირველი ხარ ვინც მოვიზოცა. პირველი რატო? რატო? აი ასე არის შალვა, რა გითხრა, არავის არ ჭირდები, მარტო ლუკაშენკო დამირეკო წეღა და უგო ჩავესმა და კიდევ იმას საქმე კორეის ლიდერს უდადარა დაერეკა, მაგრამ არ დასწარდა საწყალს შუა ლაპარაკში ყურბილი გაუვარდა. სხვას ვის ჭირდები აბა? როგორ არ ჭირდები, მიშა, შენ მინისტრებს ჭირდები, ადეიშვილს ჭირდები, მერაბიშვილს, ახალაია, შენ რო არ იყო ყველას დაიჭერენ. ჭირდებია. შალვა, ეგ ხო, მაგრამ ცოტა ფრთხილად იყავი, ხო ვიცი, ტელეფონები ისმინება. ისმინება, ხო. მომისმინე, წაგიყვან დღეს სახინკლეში ჩაი დავლივეთ. არა, ვერ წავშავ დღეს გასართობ ცენტრში ვიხდი დაბადების დღეს, აბა? რა გასართობი ცენტრი, ხინგალი, წვადები, რამე ერთი მეორე, რა? არა, რასაბობ, რა ჯობია კალი ჯამბაზებს, აი მაგალითად დუმზარციკლაური და კობახაბაზე ვიქნები, ჯამბაზები, ილუზიონისტი იქნება, უადო მერაბიშვილი მაგას კარგად გამოსდის ხალხის გაქრობა. სპაიდერმენი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროსი, კიცვარიშვილი. და ხო, ფიფქია ყველაზე მთავარი მომენტი აქვს. ფიფქია იქნება ვერა ქობალია. ნუ კაია, ფიფქია ქობალია განსაკუთრებით და მე რო წამოვიდე, არ წამოვალ, ვერ წამოვალ მან. შენც კი და ხო. და ისა, ხო, მაგრამ შენ ვიქნები, ა? მე ჰარი პოტერი ვიქნები და ბოლოში ძალიან მაგარ დღესასწაულს მოგიწყო. შალვა, კაი, ეს თხოვნების მოეში, ხო ვიცი რომ აი არაფერი არ გამოგივა, სულ მე ვიქნები 30 წელი. 30 როთო. ხო, კაი, 40 ვიქნები, რა პრობლემაა. ამიტომ მოდუნდი ჩემო შალვა და მიიღე მაქსიმალური სიამოვნება. აი, ასეთი მილოსა გამომივიდა თვითოსტელი მოყურებლებო, მე გემშვიდობებით, მომავალ ორშაბათამდე, ორშაბათს აკრედიტაციის გარეშეში შევხვდებით ერთმანეთს. კარგად.